მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დღეს დიდი დღეა, პარასკევი. რა ვქნა, ჩემთვის დიდი დღეა, იმიტომ რომ ყოველთვის ბედნიერი ვარ ამ დღეს, იმიტომ რომ მოვდივარ სამსახურში, რადიო ჩემი კარგი და ბედნიერი სამსახურია და მყავს ხოლმე ძალიან საინტერესო სტუმარი. ჩემი ყველა სტუმარი იმისთვის არის აქ მოწვეული, რომ თქვენ მოტივაცია მოგცეთ და ნახოთ რა ადვილია, ძნელი, მაგრამ მაინც ადვილი, გზა გაიკვალო, გახდეთ წარმატებული. გიორგი გერსამია, კინორეჟისორი, რომელიც გვეწვია სტუდიაში დღეს. გიორგი, მოგესალმები. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს, მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, მოკლედ როცა აი ამ გადაცემის წაყვანა დავიწყე, მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ მაყურებელი, ძალიან ბევრი მაყურებელი, მსმენელი გვიკავშირდებოდა და გადავწყვიტე დამემატებინა ამ გადაცემისთვის ისეთი ამბავი, რომელიც საშუალებას მისცემდა ჩემ მაყურებელს შეხვედრო და წარმატებულ ადამიანს და მოტივაცია მიეცა მათთვის. შენ ხარ რეჟისორი, წარმატებული რეჟისორი, რომელმაც აი მართლა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ შენი შრომით მიაღწიე ძალიან ბევრს, მაგრამ აუცილებლად უნდა კითხო პირველი კითხვა, როგორი იყო ბავშვობაში გიორგი? ანუ დღეს ვინც ხარ, რა იყო ნიადაგი? აი ცელქობდი, კარგად სწავლობდი, თუ მომიყევი ერთი სიტყვით? სხვათა შორის ბევრი მეუბნება, რომ ვინც ბავშვობაში მიცნობდა, ბევრი დიდ განსხვავებებს ვერ ხედავენ. იმ პატარა გიორგის და უკვე ზრდასრული გიორგისგან. ის ხასიათები დამრჩა. ბავშვური, თელქი ვიყავი, რა თქმა უნდა, მეოცნებე, ცოტა ისეთი ოცნება მქონდა, კინო საერთოდ წარმოდგენაშიც არ იყო, ფეხბურთელობა მინდოდა, როგორც ყველა ბიჭს, დღე-და-ღამე სტადიონზე ვათენებდით და კარგი ბავშვობა მქონდა. კარგი. ისე როგორც თბილისში იზრდებიან ბიჭები, აი ესე ვიზრდებოდი ქუჩაში, სკოლაში და ასე შემდეგ ოჯახში. რა მაინტერესებს იცი, აი ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ სპორტული ადამიანი, ვარ ძალიან გულშემატკივარი, ოღონდ უნდა მომიყვნენ და აი ამით დაუჭირო მხარი ქართულ სპორტს. აი რომელი პერიოდიდან შემოვიდა შენში კინო? კინო, ესე იგი, როგორც ყველაფერი დაიწყო ქაღალდის ნავიდან. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ გადავწყვიტე კინოს გაკეთება. მართლა არ მახსოვს. ანუ ბავშვობაში არ გიოცნებია? არა, სტანდარტულად უყურებდით ფილმებს და ასე შემდეგ, თუმცა მართლა არ მახსოვს, რატომ გადავწყვიტე უცებ ესე კინოს გაკეთება. იდეა თვითონ ქაღალდის ნავი წამოვიდა ქუჩიდან, რაც მაშინ ხდებოდა ქუჩაში, ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში. ამ იდეაზე გავაკეთე სცენარი, ერთად დავიწყეთ, მე და შენ ეს ფილმი, ლაშა გიორგი პაპუაშვილთან ერთად გავაკეთე სცენარი, ასე ვთქვათ და მე რა თქმა უნდა წერა ვიცოდი. ბავშვი ეგ მახსოვს, რომ რაღაცებს წერდი. და ვისაც ვუთხარი მაშინ, რომ მე ვაპირებდი კინოს გადაღებას, უმრავლესობა რა თქმა უნდა სკეპტიკურად უყურებდა, ეცინებოდათ, თუმცა მე მახსოვს მათი გაოცებული სახეები, როდესაც კინოთეატრო ქოლგაში, კინოსახლში, სადაც შენც იყავი, მათი გაოცებული სახეები, როდესაც ფილმი დამთავრდა და ყველა მტაში დაუკრა. ძალიან ისეთი კარგი პრემიერა გამოგვივიდა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გამოცდილება ჩვენ არ გვქონდა, გამოგვივიდა სეანსებიც მიდიოდა ანშლაგებით და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ იყო ეს ინტერნეტ პლატფორმები,
საკმაოდ პოპულარობით სარგებლობდა ქაღალდისნავი, გაჰიტდა, ასე ვთქვათ, და მე უკვე კასეტებიდან კასეტებზე გადადიოდა, დისკებიდან დისკებზე DVD დისკები იყო ესეთი თუ გახსოვთ და ბევრჯერ ბაზარშიც, ესე ბაზრობაზე შემხვედრია ჩემი კასეტა, ჩემი ფილმი დაპირატებულს რო ეძახდნენ, ყიდნენ რა და გიორგი, ერთი რამე უნდა გითხრა, ნახე მე არ მინდა გამოვტოვოთ რა დეტალები. პირველად რომ მოხოდი ჩემთან სცენარი მოიტანე, მე წავიკითხე, მომეწონა და გამიკვირდა, მე სკეპტიკურად შევხედე, გამიკვირდა რომ ადამიანს უნდა ფილმის გადაღება თან ისეთი თავდაჯერებული იყავი. ეს ის კი არ იყო რომ ატრაბახობდი რომ სცენარი დავწერე რაღაცა. ისეთი თავდაჯერებული იყავი, მე პირადად შენ დაგიჯერე. და გამიჯდა სურვილი რომ გვერდში დაგდგომოდი, მე შენზე უპროსი ვარ და დავინახე რომ ადამიანს ასე ძალიან უნდა რაღაცის გაკეთება. ოღონდ გულწრფელად გეტყვი, რომ მეგონა ეს ერთხელ გადაიღე, ეს გამოვიდა და ახლა დაიწყებს სხვა რაღაცას. მაგრამ შენ გააგრძელე. აი ეს კინოს სიყვარული დაუშვათ ის პირველი გასაგებია. პირველმა ფილმმა მოგცა აი ინტერესი და мотиваცია რომ მე კიდე დაგეწყო? მაგ პერიოდში მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტი. თუმცა უკვე მეორე მესამე კურსზე მივხვდი რომ ეს ჩემი სფერო არ იყო. მაგრამ მაინც მივიყვანე ბოლომდე, ავიღე დიპლომი, ასე ვთქვათ, ვერ ვიტყვი რომ კარგი გამოცდილება მომცა უნივერსიტეტმა, სხვათა შორის რომელიც შემდგომ კინოშიც და ცხოვრებაშიც დამეხმარა. ახლა ვისწავლე ისეთი საგნები, როგორც იყო ფიზიკა, უმაღლესი მათემატიკა, მატრიცები, აი დღემდე თავში დაარქივებულია მატრიცები, ეს სისტემები, რომელიც მე სცენარებშიც გადმომაქვს. ზოგადად მათემატიკა არის ძალიან მაგარი საგანი, უნივერსალური, რომელიც მე ცხოვრებაში გეხმარება. ეს ტექნიკური მხარე მე გამომადგა, თუმცა იქ დავხურე აბსოლუტურად, აი ძლივს დავამთავრე უნივერსიტეტის სიმართლე რომ გითხრათ. და შემდეგ უკვე მოვიწამლე კინოთი, ასე ვთქვათ, როდესაც უკვე გინდა გაგრძელება, მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და ამ დროს ხდება ესეთი რამ, მირეკავ შენ და პირველ აღზე იყავი თუ სწორად მახსოვს და კი და მოდიო მითხარი, მოვედი შენთან და ესეთი ინფორმაცია მაქვს რომ იხსნება რეზო ესაძის სახელოსნო თეატრალურ უნივერსიტეტში და ხომ გინდა. რა თქმა უნდა, მინდა გაიქეციო ეხლავეო და გავიქეცი თეატრალურში, მოხვდი ამ დიდ ადამიანთან, ასევე პედაგოგები იყვნენ ბაადურ წულაძე, რეზო კვესელავა, ეს იყო დაუვიწყარი ლექციები. საათობის განმავლობაში. რეზოს ლექციები იყო მართლა ვერ ვგრძნობდით დროს და იქ ვდგავდით ეწიუდებს, იქ იყო რეზო ჩხეიძის სახელოსნო მსახიობები მოყვავდა ჩვენს ეწიუდებში ვათამაშებდი და ჩვენ ვიზრდებოდით, ასე ვთქვათ. ისინი როგორც მსახიობები, ჩვენ პრაქტიკაში, ჩვენ როგორც რეჟისორები. რეზო ესაძე ცალკე ფენომენია რა, მასზე ძალიან ბევრი შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ. მე ხა პარალელურად მუშაობ ჩემს ავტობიოგრაფიულ სცენარზე. ცოტა ისეთი რთული კონსტრუქციის სცენარია, ცოტა ფსიქოლოგიურია, სადაც რეზოს თავისი ადგილი უკავია იქ. ცოტა ისეთი ფიგურა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცოტა დროების რამოდენიმე წლების შემდეგ გასაკეთებელი ფილმია და ყველა ნახავს ამას თუ როგორ ხედავ მე რეზოს ჩემ ცხოვრებაში. და მოკლედ ესე მოხდა, რომ ამ დიდ კედლებში, აი თეატრალურში ვიგზენო, ეს იყო ჩემი ადგილი, ჩემი ცხოვრება. 2003 წელი იყო, მახსოვს გარეთ რაღაცა ხდებოდა და მე უკვე იქ გადავიღე, ასე ვთქვათ, საკურსო მეორე ფილმი, დატრიალა კვენტინის სათვალე, დატრიალა კინოთეატრებში, ქურთაში, თამარაშენში იყო ესეთი თანამედროვე კინოთეატრი, იქაც კი წავიღე ჩემი მანქანით, წავედით იქ ხალხს ვაჩვენეთ, მოკლედ აი ძალიან იყვნენ დავიქოქე მაშინ რა და იმის მერე დღემდე ვეღარ ჩერდები რა. იცი რა, მოდი ცოტა ღრმად ვიტყვი, რაზედაც ვსაუბრობდით სანამ შემოვედი. რა არის იცი, სიკეთის კეთებას უნდა ნიჭი, სიკეთის კეთებას უნდა სწორი ადგილი და სწორი დრო. ნახე იმდენად დიდი სურვილი გქონდა ალბათ. მე ვიცი რომ შენ კინორეჟისორი არავინ არ ყოლია. არავინ.
მე მახსოვს რომ მოვედი პირველად შენთან სახლში გზაში ვფიქრობდი რომ ამ ბავშვს უნდა კინორეჟისურა, სარეჟისორო, ეს ამხელა ადამიანი ასაკით ამ შემთხვევაში ეს რაღაც გამოაშტერა თუ ააცუნცრუკა და დავინახე რომ ოჯახის წევრები ყველანი გედგნენ გვერდით და ისე გამიკვირდა რომ ეთყობა რაღაცა გააქვს ისეთი ძლიერი რომ ადამიანები შეგიძლია დაარწმუნო რომ შენ ეს გამოგივა და მე გამოგდის და სხვათა შორის იმდენად ძლიერად მივიღე შენი ოჯახის წევრების ეს მიდგომა რომ მე უკვე საბოლოოდ დაგიჯერე იმიტომ რომ ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ და ძალიან ისეთ სერიოზულ განაცხადს აკეთებდნენ და მათ ჯეროდათ. ანუ რის თქმა მინდა იცი 50-50-ია მე ვერ დაგეხმარებოდი თუ შენ ნიჭიერი არ იქნებოდი. აქედან გამომდინარე მიხარია რომ აი ესეთი შემართება გაქვს და ზუსტად შენ უნდა იყო мотивация იმ მსმენელის და მაყურებლის ვისაც რაღაცის გაკეთება უნდა. იცი რა მინდა გითხო სცენარებს წერ შენ ეს სცენარები დოკუმენტურია თუ ამბები მოდის მე ვეძახი რომ კოსმოსი გვიგზავნის რასაც წერთ ორივეა როგორ ხდება ზოგადად ან ცხოვრებიდან იღებ რაღაც ამბებს ან მონაყოლიდან რა თქმა უნდა მოდის კიდევაც როცა მოდის და ვერ ჩერდები და ბეჭდავ მაგ დროს არავინ არ უნდა დაგიძახოს ან წყალი ხო არ გინდა ან ყავა ხო არ გინდა გამორიცხულია ყოფილა ეს შემთხვევა არავის არ უსმე ოღონდ ეხლა აღარ შეწყვიტონ იმიტომ რომ ეს არ უნდა გაწყდეს ეს მართლა საიდანღაც მოდის იმიტომ რომ ამბავი არის ერთი პატარა ამბავი ხო რომლის გარშემოც შენ აკეთებ ამ ხელას სცენას შლი ხო შლი და ეს დიალოგები ეს პერსონაჟები ნუ მე რა თქმა უნდა აკორექტირებ დროთა განმავლობაში სისტემატიური მუშაობა უნდა სცენარს მაგრამ მე მაინც როგორც კომპოზიტორი წერს მუსიკას და საიდანღაც მოდის ისე მოდის აი ეს იდეები ეს ამბები ეს დიალოგები ეს პერსონაჟები რეალური ადამიანებიც გადმოაქვს კინოში რა თქმა უნდა უცვლი მათ ხასიათს ასე ვთქვათ ვიზუალს თუმცა ძალიან ვაკვირდები ადამიანებს გია ქუჩაში ქალებს მამაკაცებს მოხუცებს ბავშვებს ოღონდ ეს ჩემდაუნებურად ხდება და მე ამას ვაფიქსირებ რომ მე ხა ამ ადამიანს ვაკვირდები რაღაცას ვსწავლობ თითქოს ნეტა მის უკან რა არის რა ცხოვრება რაღაცნაირად ამბავს ვუგონებ მე ვცდილობ ხოლმე რომ ზედმეტად არ დავიტვირთო და გავწყვიტო ეს მაგრამ ეს უკვე მომხდარია ასე ვთქვა და ხდება მაგრამ ესეც საინტერესოა ჩემთვის რომელიც მე გადმომაქვს სცენარებში ერთადერთი რაც ჩემი სცენარი არ არის გავაკეთე 9 საათიანი ფილმი ო ჰენრის ჯიმ ვალენტაინის გარდასახვა რომელიც ჯერ არ უნახავს მაყურებელს და ისიც დასაკორექტირებელი ასე ვთქვათ მონტაჟურად და იმასაც პრემიერაზე დაგვადიჟებთ აუცილებლად ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა ესეც დანარჩენი არის ყველა ჩემი სცენარი ყველა ჩემი სცენარია და რეჟისურა ჩემი და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა წეღან ისე დეტალებს იხსენებ ხოლმე შენ რომელიც მე სიმართლე გითხრა არც მახსოვს აი ხლა ჩვენთან დედაჩემი ძალიან დიდ მხარს მიჭერდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და აუცილებლად უნდა ვახსენო დედა იმიტომ რომ აღარ მყავს დედა და აი გული მწყდება ხოლმე როცა ან პრემიერა ან რაღაცა რო გამომდის ცხოვრებაში და ის რო იქ არ არის აი ყველაზე ძალიან მწყდება გული იმიტომ რომ ის ყველაზე მეტად იმსახურებდა ამას რა და მაინც აი როცა ცხოვრებაში არის ცოტა რთული პერიოდი და გინდა რომ რაღაცა დაანებო ყველაფერს თავი რა რთულია ახლა ხო რაღაც მიზნების დიდი მიზნების მიღწევა მაშინ მერთვება ესეთი რამ ის ამას როგორ მოიწონებდა რას გირჩევდა და აი ისე ვაკეთებ ყველაფერს როგორც მას გაუხარდებოდა რა და ეს მაძლევს კიდე ცალკე ძალას რა და ესეც ხარდაჭერა ძალიან და მე მინდა გავიხსენო ახლა სულ ცოტა ხნის წინ ქონდა პრემიერა
მამა შენი მნახე იქ და მითხარ რომ აი გამოიარე ჩვენთან და ვიფიქრე რომ გამოიარე ესე იგი ყოფილ ვარ ისიც აღარ მახსოვდა რომ ვიყავი და არ დამავიწყდება მისი ბედნიერი თვალები ხალხი რო ტაშს გიკრავდა ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის მშობლისთვის ნახე მკითხე თქვი ესეთი რაღაცა რომ აი ბეჭდავ და არავინ არ უნდა გითხრას ყავაწყალი ოჯახი როგორ ახერხებ ამას ნუ წარმოიდგინე ხო სამი გოგოს მამა ვარ რა და ეს ტყუპები არიან 12 წლისები ანასტასია ნუცა უფროსი ნატალია 22-ის და ეს ბავშვები ახლა მithumetes მაშინ რამოდენიმე წლის წინ პატარები იყვნენ და ერთი მაგიდაზე რომ მიდის შენ ბეჭდავ მეორე უკან გეკაჩება აი წარმოიდგინე ესეთ ერთი დიდი ის გვაქვს ასე ვთქვათ ოთახი და კერძო სახლი მაქვს მაგრამ მეორე სართული ჯერ არ დამიწყია და ყველა პირველ სართულზე ვართ ასე ვთქვათ და აი ეს ბავშვები მირბიან მორბიან იქ რაღაცა კეთდება კერძი ასე შემდეგ და აი ამ სიტუაციაში მიწევდა ხოლმე მუშაობა და მიწევს რა და ეხლა მაქვს უკვე ცალკე სივრცე სადაც მუშაობ სცენარეზე უფრო ისე მყუდროდ ვარ და უფრო კომფორტულად თუმცა ესეც გამივლია და იმუნიტეტი მაქვს იმისი რომ ყურადღება არ გადავიტანო ასე ვთქვათ რა მაინტერესებს იცი როცა სცენარს წერ შეგიძლია პერსონაჟი მთლიანად გამოგონილი პერსონაჟი ყავდეს ფილმში კი რა თქმა უნდა შემიძლია ეხლა უცებრად გამახსენდა ერთი პერსონაჟი გაკეთებული მაქვს 12 სერიანი სერიალის სცენარი პირველი სერია სხვადასხვა გადავიღეთ და ამის გარდაა 12 სერია ანუ ეს როგორც ადრე იყვნენ ჟურნალი შესავალი ისეა ეს პირველი სერია გაკეთებული და 6 და 6 სერია ანუ პირველი სეზონი და მეორე სეზონი ძალიან საინტერესო პროექტია ამაზე ჩემი პროდიუსერი მუშაობს ალექსანდრე სუდაძე ფინანსებზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოხდება ამის დაფინანსება და შევქმენი ერთი პერსონაჟი სხვადასხვა დათო გერსამია შეასრულებს ამ როლს ჩემი მოგვარე ძალიან ნიჭიერი ბიჭია პურისუნში მთავარ როლში ვათამაშე და რატო გამახსენდა ეს მთლიანად გამოვიგონე ეს პერსონაჟი სახელი გვარი დაიწყო ყველაფერი იმით რომ ძალიან ისეთი ასე თქო უარყოფითი პერსონაჟია მიმყავს აი ამ პერსონაჟს მე მიყვები რა თავიდან ბოლო ხო არის დადებითი პერსონაჟები ზოგი შენ გიკავშირდება ეს არაფრით არ არის ჩემთან კავშირში მაგრამ რატომღაც ეს ჩემი ფავორიტი პერსონაჟია მთელ ამ სერიალში როცა იქ არიან ანგელოზი ადამიანები და ადასარევი ხალხი და ასე შემდეგ აი ეს უარყოფითი პერსონაჟი იმდენად შემიყვარდა რომ ბოლოს უნდა მომკვდარიყო რა მოეკლა და გადავარჩინე მესამე სეზონი თუ იქნება აი გადავიყვანე და იქ მე უკვე აღარ ვიცი რა მოხდება რა არ მოკლა მოდი ხო მაგრამ დავსაჯე რა ცოტა ისე დაისაჯა კი უაისალა რა მაინტერესებს იცი ისე დროს დაიწყე ფილმების გადაღება არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა კინოსთვის არ იყო არანაირი ფინანსები ეხლა მე გიცნობ შენ ამას შენი ძალებით ვერ შეძლებდი რა და ეხლაც რთულია სხვათა შორის არ არის ჩვენთან კინოინდუსტრია ისე რომ დაუშვათ რაღაც ადვილად გააკეთო როგორ პოულობ ხოლმე სპონსორებს ძალიან მაგარი შეკითხვაა როგორც ყველა სხვა დანარჩენი ესე იგი აქამდე მე 9 ფილმი დამიგროვდა უმრავლესობა ბოლოს მოკლემეტრაჟიანები გავაკეთეთ და არც ერთი არ არის დაფინანსებული მიუხედავად იმისა რომ საქმე 0011 გავაკეთე ნიკოლოზ ხომასურიძესთან ერთად და დილსელდორფში ქონდა პრემიერა და მაჰეიმის კინოფესტივალი მოვიგეთ რაღაც პატარ-პატარა წარმატებები ქონდა თუმცა არც ერთი არ ყოფილა დაფინანსებული ეს ყველაფერი კეთდება დიდი მეგობრობით, რომელიც შეიძლება ამ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში შევძლოთ ჩვენ. კინო გააკეთა ის რომ დამაახლოვა ის ხალხი და დამიმეგობრა, ვინც არიან ოპერატორები, მემონტაჟები, პროდიუსერები, ანუ საბოლოო ჯამში ისეთი ოღონ გულანთებული და მართლა ისეთი ხალხი, ვისაც კინო უყვარს და მართლა ჩვენი ურთიერთობა არის გულწრფელი. აქედან არიან ჩემი პროდიუსერები, ჩემი სტაფი, ჩემი კასტი, ანუ მთლიანი ეს გუნდი გერს ფილმსი, რასაც ქვია, მთელი ერთი სამეგობრო ვართ. და ყველანი ერთად აი ესე მონდომებით, ხან რაღაც სიმბოლური თანხებით, ხან უანგაროდ ვახერხებთ და ვაკეთებთ რა. მაინც ახერხებთ. კი,
აი რა მართლა ფანტასტიკის სფეროა, თუმცა ფაქტია რომ აი პრემიერა გქონდა, ეხლა შენც იყავი და ის როგორი გამოგვივიდა ხო, მართლა კარგი პრემიერა გამოგვივიდა, ესეთი პრეცედენტი გავაკეთე მან რატომღაც მიყვარს რაღაცების მოგონება რა, აი როგორც წეღან თქვი რა და მოინდომე პრემიერაზე ფილმის სცენების გადაღება. დაველაპარაკე რეზო ჩხიკვიშვილს, ლაშა რამიშვილს, გიო ცაავას, ზვია დოლიძეს დამიჯერეს შენი სიტყვები ახლა გამახსენდა. იმიტომ მეც მიყვის ხანახა როგორ მიჯერებენ ხოლმე. სხვადასხვა რეზო ჩხიკვიშვილმა თავიანთ ცოტა საეჭვოდ შემომხედე და დარწმუნებული ხარ რომ მეთქი კი მეთქი. დამიჯერეთ. მოკლედ დაიწყო პრემიერა, იქ მუსიკალური ნომერი იყო, მაყურებელი, უბრალოდ უცებ სიურპრიზი იყო მაყურებლისთვის და ვაცნობეთ რომ ეხლა მიმდინარეობს, დაიწყება, ექნება ექშენი და ვიწყებთ ფილმის გადაღებას და თქვენც ხართ მონაწილე ამ ფილმის. და ნუ ეს ენერგია, ეს ქიმია დატრიალდა, მე ვიდეოებში უფრო ვიგრძენი ეს, იმიტომ რომ იმ წუთას მთლიანად ფოკუსირებული ვიყავი ამ სცენებზე. ისეთი წარმატებული გამოვიდა, ისეთი კარგი გამოვიდა. მე ყველა კმაყოფილი იყო, ნუ რა თქმა უნდა, მაყურებელიც, სახიობიც, ყველა თქვენს, ჩვენც და მე როდესაც ნახე ეს ვიდეოები მიგზავნინე მობილური ციხეები და ყველა ის სიჩუმე, ის ჩურჩული. იქნებ ხმაური უნდათ მესმის, იქნებ პირიქით ჩურჩული უნდათ. ანუ ხალხი ნელ-ნელა შემოვიდა და ერკვეოდა იმაში თუ რა ხდებოდა რეალურად და აი ესეთი პრეცედენტი გავაკეთე. მე არ მახსენდება სხვაგან ესეთი რამ მომხდარიყო, რომ პრემიერაზე პირდაპირ კინო გადაიღო და შემდეგ აჩვენო ფილმები რა და აი ამაზეც ძალიან ესეთი კარგი წარმატებული საღამო იყო რა. ეს ჩვენი მეცხრე ფილმის. აჰა, იცი რა არის, ნახე მე მუშაობდი იმ პერიოდში კინოში, როცა ბატონი რეზო ჩხეიძე იყო დირექტორი ქართული ფილმის და მე ნანახი მაქვს რეჟისორები რას აკეთებდნენ, როგორ აკეთებდნენ, ფილმებზე მუშაობდი გამნათებლად, მუშაობდი მუშად, მე ვიყავი ასისტენტი და ესე ნელ-ნელა ყველაფერს ვიგებდი და ხდებოდი. აუცილებლად უნდა გითხრა წარმატების საიდუმლო ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი რა არის შენი წარმატების ფორმულა. არა აქვს ფორმულა წარმატებას, ეს არის შინაგანი კულტურა და შიგნით როგორი ხარ. ჩვენ ერთად ვიყავით ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის პრემიერაზე. ფილმი მომეწონა ძალიან და შენ რო გამოხვედი ფოიეში, ნუ ნიკოლოზი შენი კოლეგაა, არა, მე თქვენი კოლეგა ვარ, მე კინოს რეჟისორი მაგ დამთავრებული, უბრალოდ რაღაცა პატარა ფილმები მაგ გადაღებული, რომლის ნახვაც არ ღირს და რო დამთავრდა ფილმი მახსოვს შენი სახე როგორ გულწრფელად გაგიხარდა როცა ნიკოლოს ამხელა წარმატება ქონდა და მე მგონია რომ ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, ეს არის ყველაზე დიდი ფორმულა, როცა კოლეგის სიხარულს იზიარებს ქართველის და თან იმ პერიოდში რომ აი რეჟისორები ბევრი არ არის ეს ფილმების პრემიერა და მე მიხარია რომ აი ასე წარმატებით მიდიხარ ამ გზაზე და მე მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრა რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა Facebook-ზე დაიდება და ბოლოში ვიდეო რგოლი იქნება რითაც ბევრ რამეს გავაგებინებთ მაყურებელს. მე ამის ძალიან დიდი სურვილი მქონდა და მე მინდა გვერდით დაგიდგე არა იმიტომ რომ მე კეთილი ადამიანი ვარ, არამედ იმიტომ რომ თუ დღეს საქართველოში საქმე გაკეთდება, ერთი პატარა კენჭი დავდო და რაღაცა კარგი გაკეთდეს და მოდი ახლა რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.